დღეს მოვამზადებთ ჭეშმარიტად ღვთაებრივ კერძს, ჩაქაფულს. დავატრიალოთ სახლში საოცარი არომატი და საოცარი სურნელი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება გასავალთ. 10 წელზე მეტია მე და ჩემი ქმარი ვდაობთ ყოველ წელს, ვის უფრო მეტი წვლილი შეაქვს ჩაქაფულის მომზადებაში. პირადად მე ვრეცხავ ყველა მწვანილს სათითაოდ, ვასუფთავებ, ვახარისხებ და ვამშრალებ. ინგრედიენტებისა და საუკეთესო ხორცის ნაჭრის შეძენა კი ჩემი მეუღლის პასუხისმგებლობის ქვეშ არის. ჩემი პასუხისმგებლობა კი სრულდება ინგრედიენტების მომზადებით და აი ასე ჩაციკციკებით. თქვენ უპირატესობას ხბოს ხორცის ჩაქაფულს ვანიჭებთ. თუმცა აქ უკვე საკამათოა. მოვამზადოთ მწვანე ხახვი, ტარხუნა, წიწმეტი, ქინძი, ნიორი, წიწაკა, ოხრახუში, მწვანილს ვჭრით წვრილად და ვათავსებთ ცალკე მრავალ ჭირვარამ გამოვლილ კარგად გადავურებთ ერთმანეთს და ავიღებთ ერთ დიდ ქვაბს, სადაც ფენა-ფენა მოვაწყობთ ჩვენს ინგრედიენტებს: ხორცი, მწვანილი, ტყემალი და ასე ვიმეორებთ რამდენჯერ. რა თქმა უნდა, ბოლო ნოტას წარმოადგენს თეთრი ღვინის დამატება. ალკოჰოლი აორთქლდება, ჩვენი ჩაქაფული კი ქართული ნოტებით კიდევ უფრო დაიტვირთება. ვამზადებთ მზაობამდე თავდახურულ ჭურჭელში. გემრიელად მიირთვით.